თბილისის მერია კონკრეტულ დეპუტატებთან მიმართებაში საპარლამენტო უმრავლესობიდან. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს, ძალიან მარტივი აღსაქმელი რო იყოს, ხო, ბექაუდიშარიას მშენებლობა მიმდინარეობს ფაქტობრივად უნდა დაიწყოს უბრალოდ თაბორის მთაზე, საუბარია დაახლოებით 5000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთამდე, სადაც გაცემული არის უკვე სამშენებლო ნებართვების დიდი ნაწილი და მხოლოდ ერთი ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ უკვე სამშენებლო პოლიგონად გადაიქცეს თაბორის მთა. მაყურებელს ვეტყვი, რომ ის ადგილი, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ, არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა და 2014 წელს სანამ დეპუტატი გახდებოდა ბექაუდიშარია, როცა მიმართა მაშინდელ დედაქალაქის მთავრობას და თხოვა იქ სამშენებლო ნებართვა, მაშინ მიიღო პასუხი, რომ ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა და აქ მშენებლობა არ შეიძლებოდა. ამის შემდეგ 2017 წელს, ანუ მას შემდეგ რაც ბექაუდიშარია ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის წევრი გახდა, ქართული ოცნებიდან 2017 წელს მან უკვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან მიიღო რეკომენდაცია, რომ თითქოს აი აქ უკვე დასაშვები იყო იმ მშენებლობის განხორციელება სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც უნდა რომ განახორციელოს ბექაუდიშარიამ. თუმცა ლევან თუ წაიკითხავს ადამიანი აი ამ დასკვნას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნას თუ წაიკითხავს, იქ წერია რომ მშენებლობა არ არის რელევანტური და აქ არანაირი მშენებლობას, ანუ არანაირ რეკომენდაციას არ აძლევენ, მაგრამ ნებართვას აძლევენ. ანუ არავინ არ წეს რომ იმ მშენებლობა შეიძლება ან კარგია რომ განხორციელდეს, თუმცა ნებართვა მაინც მიიღო. ანუ კონკრეტული კითხვაა, ხო, მაშინ როცა პარლამენტის დეპუტატი არ იყო, ქართული ოცნების წევრი არ იყო და მაშინ იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა, მაშინ არ შეიძლებოდა იქ მშენებლობა და უცებ რომ გახდა უმრავლესობის წევრი, კახიკალაძესთან დაახლოებული პირია და სხვათა შორის არც დამალა დღეს კახიკალაძე რო ოდიშარია, მისი მეგობარია მთავრობის თომაზე, როცა ეს კონკრეტული კითხვა დაუსვი, აღმოჩნდა რომ 2017-ში და 2018-ში, ანუ ნარმანიას პირობებში და კალაძის პირობებში ფაქტობრივად ყველა ნებართვა მიიღო და ესკიზებიც, ეგრეთ წოდებული ესკიზებით შეათანხმა, რომ მშენებლობა დაიწყოს. ანუ თაბორის მთა ერთ მხარეს ოლიგარქი ივანიშვილი აწარმოებს, ასე სამშენებლო პოლიგონი აქვს და მეორე მხარეს აი მილიგარქი შეიძლება თუ შეგიძლია გითხრა ამ მონაკვეთზე მშენებლობა კონკრეტული არგუმენტი რა არის? ბატონო, რატომ არ შეიძლება იმ მონაკვეთზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, მშენებლობის განხორციელება? მე კი არ ვამბობ, ისა რა ქვია, ლევან, ეს არის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა. აქ არ შეიძლება არანაირი მშენებლობა. მეტი არგუმენტია, კიდე მეტი არგუმენტი გვჭირდება იმისთვის, რომ თაბორის მთაზე რომ მშენებლობა არ შეიძლება, ამას რამე დამატებითი არგუმენტი უნდა. მით უმეტეს ეს მთელი ზონა იყო ლანდშაფტური რეკრეაციული ზონა და სხვათა შორის დღეს კალაძე მერმა არ დამალა ლევან უკმაყოფილება, რომ მას არ მოსწონს, რომ იქ შეიძლება მშენებლობა იყოს. ყოველ შემთხვევაში მან ეს პოზიცია დააფიქსირა ჩემთან. არა და ყველაფერი მასთან არის, ხო, შეთანხმებული, მათ შორის ესკიზები, პროექტის ესკიზებიც მერიასთან არის შეთანხმებული და მან თანხმობა უთხრა ამ ყველაფერს. ხო, ფაქტობრივად მწვანე შუქი ქონდა აქამდე კალაძეს ამ მშენებლობისთვის, თუმცა დღეს მთავრობის თომაზე, როცა კონკრეტული კითხვა დაუსვი და ვკითხე, რომ ის მოხარულია თუ არა იმით, რომ თაბორის მთაზე კიდევ ერთი სამშენებლო პოლიგონად გადაიქცევეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა, მან იცით რა მიპასუხა, რომ 2011 წელს ყოფილა ზონალური ცვლილება და თურმე მაშინ გიგი უგულავამ შეცდომა დაუშვა. ხას უსვამ. ის ამბობს, რომ თავის დროზე რომ შეეცვალაო ამას ზონალური ცვლილება რომ მომხდაო, ეს იყო შეცდომაო. კითხვა შესაბამისი მქონდა, ხო ლევან, ახლა მარტივია. თუ თვლი რომ ის წინა ხელისუფლების, ანუ მერის შეცდომა იყო რამე და შენ ახლა დღეს ნებართვა შეცდომას ამატებ? თუ მერი რისთვის ავირჩიეთ? მათ შორის ის თუ ამბობს რომ შეცდომა იყო და აღიარებს და მისი პირადი დამოკიდებულება არის თურმე რომ შეცდომა, რატომ აძლევს მშენებლობის ნებართვას? და დღეს მთავრობის თომაზე კონკრეტულ კითხვაც ამას ეხებოდა ჩემი და სხვათა შორის მინდა თქვა და ველოდები მე დედაქალაქის მერისგან პასუხს დღეს მათი განცხადება იყო ორაზროვანი, ხმალაძემ განაცხადა უკვე საჯაროდ რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მიიღებენ. მე მაქვს იმედი და ვიბრძოლებ ბოლომდე ვიბრძოლებ მე როგორც მოქალაქე და მე როგორც დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი და ჩვენ როგორც ოპოზიციური ფრაქცია საკრებულოში ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს მშენებლობა არ მოხდეს, იმიტომ რომ ურბანული კატასტროფაა ლევან, ეხა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ძალიან ცოტა დროა კანონის სახელით ასე გადაგვაშენეს დედაქალაქი თავზე და ხონების გადაცემას ეხებოდა, ამასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ გარკვეული პრეტენზიები. ხო, მეორე, ხო, ანუ სონგულაშვილის საქმე. ხო, ნახე ლევან, როგორ ქალაქში ვცხოვრობ. ნახე, აქ თუ ამბობ რომ ოდიშარია დეპუტატი რო გახდა, მე მიიღო სამშენებლო ნებართვები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში და მეორე საკითხი დღეს რომელიც ასევე ვკითხე მერს, ეხებოდა ქართული ოცნების დეპუტატს, პარლამენტის უმრავლესობის წევრს სონგულაშვილს, ბიზნესმენ სონგულაშვილს, რომელმაც 2017 წელს ნარმანიასგან პეკინზე, საბურთალოზე მიიღო 647 კვადრატული მეტრი ფართობი
უფულოდ ერთლარად აჩუქეს ლევან ხასუსო მე ხავ ლაპარაკობთ რაზე ნახე პეკინზე 647 კვადრატული დეპუტატ სონგულაშვილს აჩუქა ნარმანიამ და საფუძველი რა იყო არ გაინტერესებთ 1999 წელსო იყო ტექნიკური ხარვეზიო და 2017 წელს აღმოაჩინა ეს ტექნიკური ხარვეზი ნარმანიამ და სონგულაშვილმა და დაიმტკიცა სონგულაშვილმა 647 კვადრატული მეტრი ფართობი რომელიც არის საერთო სარგებლობის იქ ვინც ცხოვრობს და ეს ადამიანები ჩივიან და მათ შორის სასამართლოშია დავა 2017 წლის შემდეგ რაც ანუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს ანუ ლევან ხა სხედუარ და პირდაპირ ეთერში ვსაუბრობ ხო ორ დეპუტატს ესე თავში როგორ დაეცა შემთხვევით ერთ შენებლობის ნებართვა და მეორე 647 კვადრატული მეტრი ფართობი ეხა მართლა სირაქლემას პოზაში ხო არ ვიქნები და ხო არ ვიტყვით რომ ვაიმე შემთხვევით მოხდა და ვაიმე არაფერ შუაში არ არის სონგულაშვილი ვაიმე ოდიშარია რა შუაშია თავშია კაცო კრიმინალები რომლებიც თავზე მოასწრდნენ დედაქალაქს და რაღაცა თავისი ჯიბის ფულად და ჯიბეთ თვლიან სახელმწიფო ქონებას მათ შორის სხვის ქონებასაც ამ შემთხვევაში ნარმანიამ განკარგა 2017 წელს სხვისი ქონება და დღეს კალაძის მერია და არქიტექტურის სამსახური რომელ კომისიასაც დავესწარი ადამიანს ასე ეუბნებოდა ეცილევან აი პირდაპირ გეუბნე მათ შორის რაღაც ტელევიზიებიც იყვნენ იქ პირდაპირ არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელი ეუბნებოდა კიო მოქალაქეებს ეკუთვნით მაგრამ არ ეკუთვნითო აი ზუსტად ესეთ იმაშივით რა მდგომარეობაში და შესაბამისად აი ამ ორივე მიმართულებით აუცილებლად სამართლებრივ დავასაც გავაგზავნებ და ყველა ტრიბუნალს გამოვიყენებ იმისთვის რომ თბილისელებს კიდევ ამბობ რა წარმოუდგენელია ამ ურბანულ კატასტროფაში ცხოვრება და მით უმეტეს ასე თვითნებურად დაგვაშენონ ყველაფერი თავზე მადლობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ თბილისის საკრებულოდან ლევან ხაბეიშვილს რომელიც იყო ჩვენი სტუმარი დღისამები 2 საათზე ამით დასრულებულია ჩვენ შევხვდებით ზუსტად 4 საათზე ტელეპიროლის პირდაპირ ეთერში და გაზრდილ კრიმინალზე ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად